ქვეყნად დათვალა და გამოაქვეყნა. ოცნების ეკონომიკის ახლად დანიშნული მინისტრის ძველად დანიშნულმა მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მოგვახსენა, რომ ბიზნეს სექტორის ეკონომიკურმა პარამეტრებმა, კერძოდ გაზრდილმა ბრუნვამ და გამოშვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს. მან განსაკუთრებით ის სექტორები გამოყო, რომლებიც სახელმწიფოს პრიორიტეტია და დასძინა, რომ სწორედ აქ ფიქსირდება გამოშვების ყველაზე მაღალი ზრდა. კერძოდ დაასახელა ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგი, სადაც თითქმის 56%-იანი ზრდა მართლაც არის, თუმცა ცალსახად სადაბოა, რამდენად არის ეს სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის დამსახურება და არა მაგალითად ომის შემდეგ IT სპეციალისტების და კომპანიების საქართველოში მიგრირების ეფექტი. მეორე მხრივ მას არაფერი უთქვამს მაგალითად სოფლის მეურნეობაზე, რომელსაც მიუხედავად სახელმწიფოს მუდმივ პრიორიტეტში ყოფნისა, რაც ამ დარგზე დახარჯულ მილიონებში, ასეულობით მილიონში გამოიხატება, არც ბრუნვის განსაკუთრებული ზრდა აქვს და არც გამოშვების. ასევე არაფერი მოგვისმენია იმაზე, რომ ბიზნეს სექტორის რიცხვებში ლამაზად გაზრდილი ბრუნვის 35%-ზე მეტი რეალურად დასვენების და გართობის დარგზე მოდის, ხოლო მეორე მესამედი საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით. ხოლო ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგს, რომლის ბრუნვით და გამოშვებით ასე იამაყა ოცნების ეკონომიკის სამინისტრომ, ჯამურ ბრუნვაში 4%-იანი წილიც კი არ აქვს. გამოდის, რომ ოცნებისთვის საამაყო ბიზნესის ბრუნვის 70%-ს რეალურად გართობა, დასვენება და ვაჭრობა ქმნის. ამ დარგების წილი გამოშვებაში, ანუ ფაქტობრივად წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის მოცულობაში ბევრად ნაკლები ან მინიმალურია. ამის პარალელურად, გამოშვებაში ყველაზე დიდი წილი დამამუშავებელ მრეწველობას აქვს, რომლის წილი მაგალითად ბიზნესის გაზრდილ ბრუნვაში მხოლოდ 8%-ია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტული მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაზრდილ ბრუნვაში ნახევარიც კი ვერ არის, მაშინ როცა მსხვილი ბიზნესის წილი 68%-ს აჭარბებს. გამოშვების ნაწილში კი პირიქით, მსხვილი ბიზნესი ვერ აღწევს ნახევარს. მოკლედ, ელენე ბენძემ უნდა გააგრძელოს საუბარი ერთი შეხედვით ლამაზ რიცხვებზე, რომლის უკან რეალობა განსხვავებულია და ბიზნესის აღქმაც. ელენე, გისმენთ. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, მუდმივად საუბრობდნენ ბიზნესისა თუ ეკონომისტების ნაწილის სხვადასხვა სცენარზე და იმაზე, რაც მომავალში გარდაუვალი და მოსალოდნელი იყო ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის. მათ შორის იყო ასეთი სცენარიც, ეკონომიკა ჩამოიშლება და ქვეყანაში იქნება მნიშვნელოვანი კრიზისი, თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ აუცილებლად ისიც, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი და ასევე ეკონომისტებიც ჩვენთან კომუნიკაციაში მუდმივად საუბრობდნენ, რომ ეკონომიკა ასე პირდაპირ და ძალიან სწრაფი ტემპით არ ჩამოიშლებოდა, თუმცა პოლიტიკური კრიზისი და ქართული ოცნების მიერ შეჩერებული ევროინტეგრაციის კურსი აუცილებლად იქნებოდა დარტყმა ისეთ დიდ და მნიშვნელოვან სექტორებზე, რაც გრძელვადიან პერიოდში ბევრ პრობლემას შექმნიდა ქვეყანაშიც და რა თქმა უნდა ეკონომიკაშიც. ამ მოლოდინების პარალელურად, როგორც ქართულ ოცნებას ჩვევია, საზოგადოებაში საპირისპირო მესიჯბოქსის გავრცელება დაიწყო და დღემდე ცდილობს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ მასას დააჯეროს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისე ვისია, ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესადაც კი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური ეროვნული ვალუტა, გაზრდილი დასაქმება, ასევე მზარდი საშუალო ხელფასი. მოკლედ, ქართული ოცნება ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ეს პოლიტიკურ კრიზისამდე იყო. ვიდრე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ვაანალიზებთ რიცხვებს, სტატისტიკას, ვისმენთ ბიზნესის მხრიდან თუ როგორ რეჟიმში უწევთ მუშაობა და რამდენად შეცვლილია მათი განწყობები. ამასობაში ეკონომიკის სამინისტროდან რელიზზე ვიღებთ, რომელთა დედლაინებით ძალიან შესაშურად გამოიყურება. მაგალითად, 2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ, გამოშვებამ და დასაქმებამ რეკორდული ოდენობა შეადგინა. ძალიან სასიხარულო იქნებოდა ეს, რომ რეალობასთან ახლოს იყოს, თუმცა გვაქვს ისეთი ეკონომიკური ინდიკატორები, რომელიც პირდაპირ და ცალსახად ამბობს, რომ ეს ასე არ არის. მაგალითად, მაშინ როცა ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა კვლევის საფუძველზე. ეკონომისტების ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ შრომის ბაზარზე სტაგნაცია გრძელდება. შრომის ბაზრის მდგომარეობას კიდევ უფრო უკეთესად ასახავს მაგალითად PMC-ის დასაქმების ტრეკერი, რომლის თანახმადაც ივლისში წლიურად ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ 2.9%-ით გაიზარდა, თუმცა საყურადღებო ნაწილია, რომ ივნისთან შედარებით ეს ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. ცნობისთვის 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5
6%-ული პუნქტით 14.3%-ამდე გაიზარდა, რაც თვით დასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა. შესაბამისად, ეკონომისტების ნაწილიც ფიქრობს, რომ მომუშავეობის დონის ზრდა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ბიზნეს აქტივობა და რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შენელებული გახლავთ. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ წელს 2 კვარტლის მონაცემების მიხედვით ბიზნეს სექტორის ბრუნვა 13.9%-ით გაიზარდა 116 მილიარდ ლარამდე, ხოლო ბიზნეს სექტორის გამოშვება 43 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 14.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს. გამოშვების ზრდაში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორმა, ასევე მშენებლობის სექტორმა, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობის ზრდამ 3.9%-იანი ზრდის წვლილი შეიტანა. არა და თუკი მაგალითად ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს დავაკვირდებით სექტორების მიხედვით, მშენებლობა და დამამუშავებელი მრეწველობა ბოლო რამდენიმე თვეა კლებას აჩვენებს. მოკლედ, თავად ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს, რომ პოზიტიური განწყობების შექმნას და მათ მიერ გაზიარებული მაჩვენებლები ქართული ოცნების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას დაუკავშიროს, თუმცა ნახოთ რეალურად რას ფიქრობს და როგორი მოლოდინი აქვს თავად ბიზნესს. მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის დიდი სურათი, ანუ დიდ სურათში სად არის ქვეყანა და რა არის მისი გეზი, ასე ვთქვათ, რა ტიპის ქვეყანას ვაშენებთ, რა ტიპის პოლიტიკით, რა ტიპის ეკონომიკით და რა ტიპის, ვთქვათ, საერთაშორისო პარტნიორობით, ხო? ამ კუთხით უყურებს ბიზნესიც, ვთქვათ, თავის გრძელვადიან გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თუ მისთვის საინტერესოა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც ის ხედავს, ვთქვათ, მაშინ ბუნებრივია მისი სურვილიც რომ ინვესტიციები განახორციელოს გაცილებით მაღალია ვიდრე ასეთი ტიპის გაურკვევლობაში. ანუ დღეს არის აბსოლუტური გაურკვევლობა, იმიტომ რომ ჩვენ თან გვიმტკიცებენ, რომ ევროკავშირისკენ თითქოს მივდივართ, თან ამავდროულად პარალელურად არაფერი, ანუ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები იდგმება და კონფრონტაციულ რეჟიმში ვართ პრინციპში აბსოლუტურად ყველა განვითარებულ სახელმწიფოსთან. ბუნებრივია ასეთ დროს ბიზნესიც უბრალოდ გაურკვევლობაშია და ძალიან კარგად ფიქრობს განახორციელოს თუ არა გრძელვადიანი საქმიანობა საქართველოში. ეკონომიკური მოლოდინები არ არის ისეთი, რომ რადიკალურად შეიცვლება რაღაცები, მათ შორის ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებასაც, ამასაც რაღაცა დრო ჭირდება და რეალური შედეგები დგება რამდენიმე თვის მერე. შესაბამისად, მე მაქვს მოლოდინი, რომ რადიკალურად მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ეკონომიკა არ დაიწყებს ვარდნას და იარსებებს რაღაც კონკრეტული წამახალისებელი მექანიზმები, რომელსაც უკვე თვითონ ბიზნესი იღებს საკუთარ თავზე იმისთვის, რომ მაგალითად გაყიდვების ზრდა არ შენელდეს და გაცილებით პოზიტიურ შედეგზე გავიდეს თითოეული ბიზნესი. და ვიდრე ქართული ოცნება განაგრძობს გარკვეული მაჩვენებლებითა და რიცხვებით მანიპულაციას, იქამდე შევხედოთ ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. წლიური ინფლაცია 4.6%-ამდე დაჩქარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპიც გასულ თვეებთან შედარებით მცირდება. როგორც მოისმინეთ, ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შრომის ბაზრის მონაცემები კიდევ ერთხელ და ცალსახად ადასტურებს, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არასანდო მონაცემია რეალური ეკონომიკური აქტივობის განსასაზღვრად. ბიზნესის ნაწილი აქტიურად საუბრობს იმაზეც, რომ გარკვეულ პროდუქციაზე მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად შემცირებული და მაგალითად თუ კი ბაგის ინდექსსაც დავიხმართ, მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით ვაჭრობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 40%-ზე მეტი აფიქსირებდა გაყიდვების კლებასაც კი. გაყიდვების შემცირება კი თავისთავად მოთხოვნის კლებამ განაპირობა. შენელებულია დაკრედიტების ტემპი, განსაკუთრებით კი დეველოპერული სექტორის დაკრედიტება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინდიკატორი ასევე, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა რეალური არ არის და რომ გარკვეული კრიზისი უკვე არსებობს, ეს არის გადასახადების აკრეფა და ბიუჯეტის შევსება და პრინციპში ნახეთ, რომ მიმდინარე წლის საბიუჯეტო საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით სხვა გადასახადების ხარჯზე სრულდებოდა და ძირითად მიმართულებებში ამ შემთხვევაშიც კლება იყო. რომ შევაჯამოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ აქტივობა ეკონომიკაში წინა წელთან შედარებით არის შემცირებული. ოფიციალური მონაცემებით შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნება კი კვლავ რიგ დარგებში, მათ შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში არსებულ არაბუნებრივ ზრდას უკავშირდება და სწორედ ამ სექტორზე უფრო ჩაშლილად უნდა განაგრძოს ახლა საუბარი ჩვენმა ჟურნალისტმა ანზორ ტუსაშვილმა.
ოცნების მთავრობა ელის, რომ ქვეყანაში საერთაშორისო IT კომპანიები სულ უფრო აქტიურად დაიწყებენ შემოსვლას. IT სპეციალისტებისთვის ჩვენი კარი 1 სექტემბრიდან გაიღო ამჯერად უკვე 3 წლიანი ბინადრობის ნებართვით. თუმცა ნებისმიერი მსურველისთვის არა. IT სპეციალისტებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. უმთავრესი მისი შემოსავალია წლიურად $25,000-ზე მეტს უნდა გამოიმუშავებდეს. ოცნების პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო. შესაბამისად ამიერიდან IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით გაიცემა. შესაძლებელია 3 წლით განხანგრძლივება, თუმცა არა უმეტეს 12 წლისა. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნებართვის მქონე პირი არ იმყოფება საქართველოში 183 დღე ან მეტხანს 1 წლის განმავლობაში. საინტერესოა, რატომ გახდა საჭირო ბინადრობის ნებართვის გაცემა, რა ეკონომიკურ შედეგს მივიღებთ და რა სარგებელს მოუტანს ინდუსტრიას უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ქვეყნის კონკურენტნაირობა გაიზრდება და გაიზრდება მაღალ ანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამუშაო ადგილების რაოდენობაც. თავად კანონპროექტის ინიციატორები ამბობდნენ, რომ სექტორი შენელდა და საჭირო იყო ზომების მიღება. IT სექტორი ბოლოს 3 წელი სწორედაც რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთიდან და ბელარუსიდან წამოსული მიგრაციული ტალღის დამსახურებით. თუმცა ამ სფეროში დინება უკვე ჩვეულირტმს დაუბრუნდა და IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 22 წელთან შედარებით თითქმის განახევრდა. IT სექტორის საგარეო შემოსავალიც 24 წელს წლიურად 12%-ით $688 მილიონ შემცირდა. ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ოცნების მთავრობა სექტორის იმ ნიშნულზე დაბრუნება სურს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დამსახურებით მივიღეთ. IT სფეროს წარმომადგენლების ბოლო თვეები აქტიურად საუბრობენ, რომ IT სპეციალისტები ქვეყანას სწორედ იმის გამო ტოვებდნენ, რომ იურიდიული ყოფნის უფლებას ვერ იღებდნენ. თავად ICT ასოციაციის შეფასებით, თუ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ იმუშავებენ, საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში აისახება. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ მაღალანაზღაურებადი პირები ფულს სხვადასხვა მიმართულებითაც დახარჯავენ. თუმცა სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ბინადრობის ნებართვა ბაზარზე სურათს დიდწილად ვერ შეცვლის. თვითონ ამ ბინადრობის ერთ-ერთ კრიტერიუმად არის მითითებული 2 წლიანი გამოცდილება, ხო? აი, მოდით დავფიქრდეთ, რამდენად ეს 2 წელი საქართველოში შემოიყვანს რეალურად იმ კვალიფიციურ კადრს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ შემოვიდეს საქართველოში. არ მინდა რაღაც შევიდე კონსპირაციულ თეორიებში, რომ ეს ვიღაცაზე და ვინმეზე კონკრეტულად მორგებული კანონია. ამას აუცილებლად გვიჩვენებს ჩვენ ალბათ დრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის საკმარისი და შეიძლება ითქვას არაფერი განსაკუთრებული ამ ბინადრობით რაღაც მოლოდინები არ უნდა შექმნას ზოგადად სექტორმა. ინიციატივას გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი არ ექნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის უფლებას მიიღებენ ის პირებიც, ვისაც 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. ანუ აქცენტი გვექნება რაოდენობაზე და არა ხარისხზე. ასე ფიქრობენ სფეროს წარმომადგენლები და ამბობენ, რომ სექტორის რეალური ზრდისთვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების შემოყვანა, განათლებაში მეტი ინვესტიციის ჩადება და ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადება. IT სპეციალისტების ნაწილს ასევე უჩნდება კითხვა, ოცნების მთავრობას რომელი ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე ექნება ფოკუსი. ეჭვი აქვთ, რომ ეს შესაძლოა რუსულ კომპანიებსა და სპეციალისტებზე მორგებული ცვლილება იყოს. და როგორც ვთქვით, ბოლო წლებში ძირითადად რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ვიღებდით. სექტორში ზრდაც გარე ფაქტორებმა განაპირობა. ასე რომ IT სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა გაუმარტივა უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში დასაქმების და ცხოვრების პროცესი, არსებული არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ფონზე კადრების საქართველოში ჩამოყვანა გაჭირდება. თანაც კონკურენცია დიდია. ბინადრობის უფლებას უკვე სთავაზობენ ლიეტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პორტუგალიასა და სერბეთშიც. მოლოდინი იმის, რომ აქ IT სექტორის კვეთრის დას გამოიწვევს, მე ეჭვება იმდო კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ეს საკმარისი მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმის, რომ განაზე არჩევანი გააკეთოს რელევანტმა, ისე როგორც სიტუაციაში რომელიც საქართველოა, იმ ფონზე რომ პირველად სასანქციო რეჟიმში ვართ, პოლიტიკური არასტაბილურობა, იზოლაცია უკვე დაუხიზდება, მაგრამ ნორმალური IT სპეციალისტი რატო უნდა იყოს მიზიდველი.
ბინადრობის უფლების გაცემა 1 სექტემბრიდან დაიწყო. ოცნების მთავრობა მიზნად სექტორის ზრდას ასახელებს. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ 24 წელს შენელების შემდეგ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სექტორი ზრდას დაუბრუნდა. შემოსავლების 70%-ით $266 მილიონ-მდე გაიზარდა. ეს კი იმ დროს, როცა ქვეყანას IT სპეციალისტები ტოვებენ. IT ასოციაციაში ამბობენ, რომ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილების შედეგებს მომდევნო თვეები აჩვენებს, როცა რეალურად გავიგებთ, რომელი კომპანია დარეგისტრირდა და რომელი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღო ბინადრობის უფლება.